მე დავждები ხო შეიძლება თორე ესე ნამეტანი მომღერალი ვითავა ეს ხელშიც დავიჭირე და იმედია მე თორნიკეთს გაიწევა და დაგინახოთ თქვენი ნებით მოხვედით რისთვის მოხვედით არა მე ვინა ბავშვებმა თქვა ბავშვებო არავინ არ არის ეს თამამი რომ გამწეს ხოლმე პასუხი რისთვის მოხვედით აი ესე იგი წარმოედგინეთ თქვენ ერთი 2 საათი ან საათნახევარი შეიძლება აქ იყოთ და ამდენი დროის ხარჯვა ახლა ესე როგორ იქნება ალბათ იცით რისთვის მოხვედით ჩემს მოსასმენად ბატონო აჰა კითხვებზე პასუხის გასაცემად ყველაზე ძალიან ყველაზე მეტად რომელი საკითხი გაინტერესებთ ან რა არის ესეთი კითხვა რომელიც არ გასვენებთ და აი ვინც თქვა რომ კითხვები უნდა დაგისვათ აბა შეიძლება მან იცის თქვა რა საკითხები აინტერესებთ ოღონდ ხმამაღლა უნდა თქვა თორემ მე მიკროფონი მაქვს და ხმამაღლა მამი აჰა გასაგებია ანუ პირველი კითხვა რო განვაზოგადოთ ეკლესიის სოციალური მსახურება გაინტერესებთ კარგი ეს ერთი ტიპის კითხვა ანუ ეკლესიის სოციალური მსახურება ეხლა თქვათ სხვა ტიპის კითხვების თუ არის ერთი ტიპის კითხვები არის ეკლესიის სოციალური მსახურება ეხლა კიდე რა ტიპის კითხვები შეიძლება იყოს აბა არა წერილობით ეს შეიძლება მე უბრალოდ მე მინდა ზოგადი ინტერესი დავინახო დარბაზის და მე ვისაუბრებთ აბა გისმენ მაგალითად რამდენად შეიძლება ჩვენი ასაკის მაგალითად მე-11 კლასელი შენი კითხვა რა სხვემაც გაიგო შილ რამდენად შეიძლება 15-16 წლის მოზარდი გაიცნოს სხვა რელიგიას მართლმადიდებლობის გარდა ამ შემთხვევაში მეორე კითხვა რო განვაზოგადოთ თორნიკე დაიმახსოვრე თუ დამოვიწყდა პირველი სოციალური მსახურება მეორე კითხვა სხვა რელიგიებისადმი ინტერესი ესე ზოგადად ხო კიდე არის რამე ისეთი კითხვა რომელიც შეიძლება განვაზოგადოთ არა ნუ მე თქვათ თუ გამოჩნდება თუ კიდევ გაუჩნდება ვინმეს კითხვა შეიძლება დაისვას და ისიც განვაზოგადოთ ეხლა რაც შეეხება ეკლესიის სოციალური მსახურება როდესაც თქვათ რაიმე საკითხს წარმოვჭრით საერთოდ როცა რაიმე საკითხი წარმოიჭრება ჩვენს წინაშე ნებისმიერი მიმართულებით მას რომ გაეცეს სიღრმისეული პასუხი და არაზედაპირული მაშინ საჭიროა რომ თქვათ ამა თუ იმ საქმის არში ჩავწვდეთ კარგად აქ ნახეთ რამდენი რამე ითქვა სამი სიტყვა გამახსენდა ეხლა მე ძალიან მნიშვნელოვანი პირველ კითხვასთან დაკავშირებით პირველი ეს არის თქვათ სოციალური მსახურება რა ფენომენია ეს და რა არის მეორე სხვადასხვა სხვადასხვა LGBT რა არის LGBT ეს არის სხვადასხვა ფიზიოლოგიური გადახრები და მესამე ეს არის ეკლესია როდესაც ჩვენ გვინდა ეს სამი რაღაცა ერთმანეთს დავაკავშიროთ ანუ რაღაც სექსუალური გადახრები მეორე ეს არის სოციალური მსახურება და მესამე ეკლესია თითოეული ამ სამის არსში უნდა ვიცოდე რა არის ერთი რა არის მეორე და რა არის მესამე სწორია როგორ ფიქრობ თუ მაგალითად არ ვიცი რა არის ეკლესია თუ მაგალითად არ მესმის რას ნიშნავს სოციალური მსახურება
და თუ არ ვიცი რა არის თქვა ეს ფიზიოლოგიური სხვადასხვა გადახრები მე მაინც ვერიდები ტერმინოლოგიას იმიტომ რომ მაინც ახალგაზრდები ხარ და არ მინდა რომ ძიმე სიტყვებით რომელიც შეიძლება სიმართლე იყოს დავტვირთო თქვა გარკვეული თემები თუ მაგალითად ამ სამის არსში არა ვარ გათვითცნობიერებული როგორ შეიძლება მე სამი ერთმანეთს დავაკავშირო თუ ვინმე იტყვის რომ მე სამივე არსი ჩემთვის ცნობილია და გასაგებია მე გამიჭირდება ამაზე დაგთანხმდეთ იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად იგივე ეკლესიასთან დაკავშირებით ხო ცალსახად ვერ დაგეთანხმებით იმიტომ რომ ინფორმაცია ეკლესიის შესახებ ძალიან მწირია იმ ინფორმაციულ საშუალებებში რომლიდანაც ძირითადად ახალგაზრდები ინფორმაციას ვიღებთ ანუ დღეს მაგალითად ნებისმიერ რიგითი ადამიანი რო გააჩერო თქვა და ეკლესიის შესახებ, ეკლესიის არსის შესახებ კითხვა დაუსვა, როგორც წესი თვით ეკლესიის წიაღშიც კი რო დასვა ეს კითხვა შეიძლება პასუხი არადამაკმაყოფილებელი მიიღო. იმიტომ რა არის ეკლესიის არსი, აქედან გამომდინარეობს უკვე რა არის მისი ფუნქციები. ამ ფუნქციებში ადგილი აქვს თუ არა საერთოდ სოციალურ მსახურებას. თუ არა აქვს საერთოდ ადგილი და თუ აქვს რა იერარქიულად რა მდგომარეობა უკავია სოციალურ მსახურებას ეკლესიაში. პირველადი, მეორადი თუ აი როგორი ადგილი უკავია. როცა ვსაუბრობ ფიზიოლოგიურ გადახრებზე ადამიანის ბუნებაში, რა ფენომენთან აგვაქვს საქმე? როგორ ეს ამ ინფორმაციას საიდან ვიღებთ? ისევ მასობრივ ინფორმაციის საშუალებებში თუ კომპეტენტური მეცნიერულ და სამეცნიერო დასკვნებში, თუ ფსიქოლოგები მოვიწვიეთ და მათთან ვისაუბრეთ, ანუ რასთან აგვაქვს საქმე? ან შეიძლება თქვათ ვიცით, თქვათ ამა თუ იმ თქვათ ფიზიოლოგიური გადახრის, თქვათ წარმომავლობა ისტორიული რაკურსში თუ განვიხილეთ, აი როგორ განვითარდა ესა თუ ის მოძრაობა ნებისმიერი უმცირესობა, ისა როგორ განვითარდა, საიდან დაიწყო, რა საფუძვლები აქვს, როგორი ლობისტები ყავთ, ანუ მხარდამჭერები ყავთ, რა იდეებს და ინტერესებს ემსახურებიან. საერთოდ როცა რაღაც პრობლემას აყენებენ, ანი თუ არა ეს პრობლემა საქართველოში თუ არ არის და ასე შემდეგ. ასე რომ ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა მე ხვდებით რომ არც სოციალური სამსახურის მუშაკი ვარ და არც ფსიქოლოგი და ფიზიოლოგი და ექიმი, არამედ მე ვარ მღვდელი. და აქედან გამომდინარე, ჩემი ყოველი სიტყვა იქნება ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი მდგომარეობის შესაბამისად წარმოჩენილი, იმიტომ რომ მე ესე ვხედავ. ესე რომ ვხედავ, იმიტომ ვარ მღვდელი, მე რო სხვანაირად ვხედავდე მე მღვდელი არ ვიქნები. უკვე როცა მე თქვა ჩემ პოზიციას წარმოვაჩენ, მე უკვე თქვენი გადასაწყვეტია ეს ამას მიიღებთ თუ არ მიიღებთ. აი აქ ის დაიქნა დასმული კითხვა რომ შეიძლება თუ არა სხვა თქვათ რელიგიას გავეცნოთ. ჩემი პოზიცია აქაც იგივეა, ჩემი კუთხით უნდა გითხრათ, ხო? და ჩემი კუთხე შინაგანად გარდა იმისა რომ მღვდელი ვარ, ჩემი პიროვნული შეხედულებები გამაჩნია ყველაფერთან და მე სასტიკად ვერ ვიტან ნებისმიერი სახის შეზღუდვას, თავისუფლების შეზღუდვას. არ შეიძლება ადამიანს რაიმეს გაცნობა, მაშინ ქრისტიანობა რო უგრძალავდეს რაიმეს გაცნობას, მაშინ ქრისტიანობა არ იქნება ჭეშმარიტი რელიგია, ის იქნება ტოტალიტარული სექტა. ანუ, როდესაც გარკვეული მონოპოლიაზე აცხადებს უფლებას, თქვათ, ადამიანის ცნობიერების მონოპოლიზებას ცდილობს და აცხადებს უფლებას, რომ მე, ესე იგი, მეკუთვნის თქვენს ცნობიერებაზე მონოპოლია, ესა თუ ის სექტა აცხადებს, ამიტომ თქვენ არ აგაქვთ უფლება რაიმე წაიკითხოთ. გარდა იმისა, რასაც მე თქვენ გეტყვით, ეს არის ტოტალიტარული სექტა, რომელიც ადამიანის ცნობიერებას ამახინჯებს და საერთოდ ადამიანს ამახინჯებს. რა თქმა უნდა, ქრისტიანობა ესეთი არ არის, ამიტომ ცალსახა არის პასუხი აქ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. შეგიძლიათ კი რაც გინდა წაიკითხე, გინდა ნუ წაიკითხავ, თქვენი საქმეა, მაგრამ აქ ერთი ნიუანსია. როგორც ყველაფერში ახლა, ხო, ყველაფერს აქვს თავის პლუს მინუსი. ძალიან ხშირად, როდესაც ადამიანები სხვადასხვა რელიგიებს ეცნობიან, სამწუხარო რეალობაა ეს ახლა ეს რატომ ხდება ესე ბოლომდე ამას თავის მიზეზები აქვს შეიძლება მაგრამ ყოველ შემთხვევაში მასობრივად ესე ხდებოდა და ჯერჯერობით ესე ხდება ადამიანი ისე ეცნობა სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს რომ არათუ არ იცის კარგად მართლმადიდებლობა არამედ წარმოდგენაც კი შეიძლება არ ქონდეს მართლმადიდებლობას და ჩემთვის ეს მე ვფიქრობ თქვენთვისაც ლოგიკური თვალსაზრისით გაკვირვებას უნდა იწვევდეს, იმიტომ რომ აქ ახარ
ესე იგი, შენ мама პაპას ასე უცხოვრია. ესე იგი, შენი თუ რაიმე მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში, ტრადიციაში, ენაში, ხედვაში, მსოფლმხედველობაში ყველაფერი მართლმადიდებლობიდან აღმოცენებულია და ბუნებრივია, რომ გავიგო ერთი ეს რა არის მართლმადიდებლობა. და ხშირად ვემსგავსებით, კაცი შინავარგოდაო და გარე დარბოდაო და ანუ შენ შიგნით ან პროვინციალიზმის პრობლემა. რა არის პროვინციალიზმი? რო თვლი რომ სადაც შენ ხარ ის არ ვარ და სადღაც სხვაგან და მიელტვი, ეტრფი, ისე რომ გაცნობიერებულიც არ გაქვს, ისე ცუდი გირჩევნია საკუთარ კარგს. ეს ცუდი კომპლექსია, ხომ გამეთანხმებით, ყველაფერში, ყველა სფეროში და მით უმეტეს რელიგიაში, იმიტომ რომ რელიგია ეხება ადამიანის ყველაზე სიღრმისეულის და ადამიანური არსების ყველაზე სიღრმისეულ ფესვებს და არ შეიძლება რომ ესე ხელაღებით შეეღო. ძალიან ფაქიზია, ადამიანის ფიზიოლოგიასაც კი ხელაღებით შეხება არ შეიძლება, ხო, ექიმთან რომ მიდიხარ ადამიანი, ექიმი ფრთხილად გექცევა, ხო სწორია? ადამიანის ფსიქიკაც ასევე როგორია? ადამიანის ფსიქიკასაც ფრთხილად უნდა შეხება ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთან რომ მიდის ადამიანი. ბავშვის აღზრდისას მშობლები ძალიან უნდა ითვალისწინებდნენ, ხო? და იგივე პედაგოგები, რომ რაღაც ისე არ შეეხონ, რომ არ დააზიანო. წარმოიდგინე ახლა სულიერი სფერო ადამიანის კიდევ უფრო რაფინირებულ მიდგომას საჭიროებს. იმიტომ რომ ის უფრო ფაქიზია ვიდრე ხორცი. სად სახსარი და ძვალი და ნერვი და სად სული. ამიტომ არ შეიძლება ესე ზედაპირული მიდგომა და ამიტომ ბუნებრივია ჩდება კითხვა რომ რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ შენიც ხომ უნდა იცოდე. მეცაც ვიტყვი, ათლის წერტილი. როგორ შეიძლება მაგალითად ორი რაღაც მოვლენა, ორი საგანი განვიხილო. ის უნდა რაღაცას შევადარო. ხო სწორია? ესეა მოძრაობაში, ფიზიკურ სამყაროში, ესეა ყველაფერში, ესეა სულიერ სფეროში, ესეა ხელოვნებაში, ყოველთვის რაღაცას ედრება, რაღაცის მიხედვით არის ახსნილი ესა თუ ის მოვლენა. ესეა თავისთავად ცხადია რელიგიაშიც. გავეცანი რაღაც რელიგიას, რა შევადარო? რაღაცას. ეს რაღაცა რა უნდა იყოს? ეგერთი. ეხლა რაც შეეხება კვლავ ეკლესიას მიუბრუნდები. იმ სამიდან პირველს. რა არის ეკლესია? თუ ეკლესია არის საზოგადოებრივი ინსტიტუტი, ან ინსტიტუცია, როგორც ამბობენ, ზოგი კორპორაციას და რებს აღარ უწოდებენ, რომელიც არის ადამიანთა ერთობა, რომელსაც გარკვეული ზნეობრივ სოციალური საკითხების რაღაც საკითხებზე მუშაობა ევალება, ხო, საზოგადოებაში. მაშინ რა თქმა უნდა, ეკლესიის უპირველესი დანიშნულება იქნებოდა სოციალური მსახურება. ბუნებრივი. მაგრამ არის თუ არა ეკლესია ესეთი რა? სახარებაში, რომელიც არის, ყველაზე მთავარი წიგნი, მოდი ასე ვთქვათ, ქრისტიანობაში, ყველაზე თუ ეს ტექნიკურ ტერმინს ვიხმართ, აი პროგრამა რა არის ეკლესიის პროგრამა, ხო? კონსტიტუცია, მოდი ასე ვთქვათ, რა არის ეკლესიის კონსტიტუცია? ეს არის სახარება. ყველაფერი თუ რამე დაწერილა ქრისტიანობაში 2000 წლის განმავლობაში, ყველაფერი იკვებება, როგორც ნაწერი იკვებება სხვა ნაწერიდან. და ეს ავტორიტეტული ნაწერი, ეს არის იგივე როგორც გითხრათ, ეკლესიის კონსტიტუცია, ეს არის წმინდა წერილი. ამიტომ თუ რაიმე ითქმება ეკლესიაში ან დაიწერება, რომელიც ეწინააღმდეგება წმინდა წერილს, ბუნებრივია ხო ეს სახარება, სადაც ეწინააღმდეგება, ის ხო ქრისტიანული აღარ იქნება. როგორ ფიქრობთ თქვენ, თავისთავად ცხადია არ იქნება. გასაგებია რომ სახარებას კიდე გაგება უნდა ეს ალკე თემა. სახარებაში არის ესეთი ადგილი. უფალი, რომელიც უფალი, ანუ იესო ქრისტე, ანუ ღმერთი. ღმერთი, რომელიც მოვიდა ადამიანად. ეგ სხვა თემაა, ქრისტიანული მოძღვრების თემა, რომელსაც ვთქვათ, ზოგიერთი ადამიანი იზიარებს, ზოგი არ იზიარებს, მაგრამ ქრისტიანობა 2000 წელია ასწავლის. იესო ქრისტე არის ძეღმერთი, ძეღმერთი არის მამისა და სულიწმინდის თანასწორი. ანუ ყოვლადწმინდა სამებაზეა საუბარი. პიროვნულად ღმერთი ადამიანურ ბუნებასაც იღებს და ეს ნიშნავს იმას, რომ ვინც ქრისტეს ხედავს პიროვნულად ძეღმერთს. მე რომ ხედავთ პიროვნულად, ვის ხედავთ? ხუდელს არა კაცო. პიროვნულად ხედავთ თეოდორეს, ხო?
ანუ ადამიანურ პიროვნებას თეოდორეს ხედავთ. თითოეულ თქვენთაგანს მიუხედავთ იმისა, რომ ზოგი სკოლის მოსწავლეა, ზოგი პედაგოგია, ზოგი დირექტორია, ზოგი სასწავლო ნაწილია, ზოგი მშობელია, მაგრამ პიროვნულად არის ადამიანი, სუბიექტი კონკრეტული, რომელსაც ეს ბუნებითი გამოვლინებები აქვს, სტატუსი აქვს, მაგრამ აქ სახელი, ხო, რომელიც მის პიროვნების სახელია, ხო სწორია? აი მე რომ ხედავთ, აქ გასაგებია მღვდელიზის, მამაკაციზის, ქართველიზის, გარკვეული ასაკის, გარკვეული ფერის, ზომის, ასე შემდეგ, თვისებების, მანერების, ხო, ინდივიდუალური თვისებების, მაგრამ ეს ყველაფერი ეკუთვნის ვის? თეოდორეს პიროვნებას, ხო სწორია? ხო ლოგიკურია. ვისი ხელია ეს? თეოდორეს ხელია. აბა თქვენ გეგონათ? როდესაც ქრისტეს უყურებდი 33 წლის, 30 წლისა იწყებს მოღვაწეობას. 30 წლის იუდეველი მარიამის შვილი. ნუ ყველა მიცის რომ იოსები მამაა, მაგრამ ნუ ჩვენ ვიცით რომ იოსები მამა არ არის, მაგრამ გამზდელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საზოგადოებაში ესეა ცნობილი. მოძღვარი, რომელიც ასწავლის გარკვეულ ჯულის საკითხებზე საუბრობს, მოძღვრავს ადამიანებს, მოწაფეები ყავს, მიმდევარი ყავს, მანერა აქვს ლაპარაკის, გარკვეულ დიალექტზე საუბრობს. ხო? სხვადასხვა ადამიანური ინდივიდუალური თვისებები აქვს. ხო გესმით, იესო ქრისტეზე საუბრობ. მაგრამ როცა მას ვხედავთ, პიროვნულად ვის უყურებთ? ძეღმერთს. სამყარო ვინ შექმნა? მამამ, მამის ნებით შექმნა ძეღმერთმა სულიწმინდის მადლით. ხედავთ რასთან აგვა, რა ფენომენთან აგვა ქრისტიანობა, რა უცნაურ რაღაცას გვეუბნება. შეროდესაც უყურებ იესო ქრისტეს როგორც ადამიანს, თავისი ადამიანური თვისებებით, პიროვნულად ხედავ მას, ვინც შენ შექმნა და მთელი სამყარო. ქრისტიანობა არის ერთადერთი მოძღვრება სამყაროში, ერთადერთი, რომელმაც შემოიტანა საოცარი სიახლე, რომელიც აი შეიძლება ბერძნული მითოლოგია გისწავლია და ბერძნული ფილოსოფია რაღაცნაირად სკოლაში გადიან, რაღაც შემოკლებული ფორმით, მე არ ვიცი. ანუ ბერძნული ფილოსოფია არის უმაღლესი ადამიანური ინტელექტის ფილოსოფიური აზროვნების, აი შეიძლება ითქვას მწვერვალი. მაგრამ მხოლოდ ჩვენი საუკუნის, ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისის ჩათვლით. ნუ მესამე საუკუნე მაქსიმუმი იყო, იმიტომ რომ პლოტინი იყო მესამე საუკუნეს და დამთავრდა. მერე უკვე ფაქტიურად ის და მერე უკვე იწყება ქრისტიანული ფილოსოფია, რომელსაც სამწუხაროდ ნაკლებად იცნობენ ხოლმე, რომელიც რა თქმა უნდა აღემატება. იმიტომ რომ მას სხვა მიზეზები ქონა რომ აღემატა ბერძნულ ფილოსოფიას. მაგრამ აი ადამიანურ დონეზე, ხო? ეს იყო მწვერვალი, მეცნიერულად განვითარებული აზრის, ადამიანური ინტელექტის მწვერვალი იყო ბერძნული ფილოსოფია. მიუხედავად ამისა, მათ არ იცოდნენ პიროვნების ცნება. მათ ყველგან სამყაროში არსებობდა ინდივიდის ცნება, ყველა ადამიანი თავისი აბსოლუტურად ინდივიდუალური არსება და ამ მხრივ უნიკალური კაცმარო თქვას, მაგრამ პიროვნულობა შემოიტანა ქრისტიანობამ და აი მე რას გითხარით, ეხლა ძალიან გასაგები ხდება თქვენთვის. პიროვნება სხვა არის და ბუნება სხვა არის. ეს ძალიან კარგად ჩანს ქრისტეში, ბუნება ადამიანისა აქვს. ისევე ბუნება ღვთაებრივიც აქვს. მამისა და სულიწმინდის თანასწორია, მაგრამ პიროვნულად არის ადამიანურ ბუნებას რო უყურებ, პიროვნულად არის ღმერთი. ამიტომ, როდესაც შენ მას ხედავ, როცა შენ ქრისტეს ხედავ, კიდევ ვიმეორებ, თავარი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ადამიანს ხედავ, იმიტომ რომ მაშინ ვერ დაინახავდი ღმერთს, იმიტომ რომ ღმერთს არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული აქვს, ხო ხვდებით? რატო ხედავთ თქვენ ამ საგანს? იმიტომ რომ აქ იწყება და აქ თავდება, ხო სწორია? რატო ხედავთ ამ შენობას? აქ იწყება, აქ თავდება. რატო ხედავთ დედამიწას? სადღაც იწყება, სადღაც თავდება. რატო ხედავთ გალაქტიკას? სადაც ამდენიმე ასეული მილიარდი ვარსკვლავია. იმიტომ რომ იწყება და თავდება. რატო ხედავთ თელ სამყაროს? სადღაც იწყება, სადღაც თავდება, მაგრამ აი ღმერთი არსად არ იწყება და არსად არ თავდება. ამიტომ მას ვერ დაინახავ. ხვდებით, რატო ვერ ხედავთ ღმერთს? ხო გასაგებია. იმიტომ რომ ჩვენი გზნობის ორგანოები აღიქვამენ მხოლოდ იმას, რაც სადღაც იწყება და სადღაც თავდება. ანუ დროისა და სივრცის კანონებს ექვემდებარება და ღმერთი არ ექვემდებარება დროისა და სივრცის კანონებს, იმიტომ რომ ეს დრო და სივრცე მისი შექმნილია.
ხო ხდებით? ამიტომ რადგან ადამიანად მოვიდა, ჩვენ ხედავთ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ რა უფრო მნიშვნელოვანია იმას, რომ მე მის ადამიანობას ხედავ თუ ის როგორც ღმერთი? ქრისტეში რა უფრო მნიშვნელოვანია? როგორც ღმერთი. თორე ადამიანს აქ მეც კი მხედავთ აგე რა მოხდა. როგორც ღმერთი. ხედავთ რა ხდება. როდესაც მე ქრისტეს უყურებ, ეს თავიდან რა თქმა უნდა არ იცოდნენ და ნელ-ნელა ეს გახდა ცნობილი იგივე მოციქულებისათვის, ღვთისმშობლისათვის ნელ-ნელა. და დღეს ჩვენ ეს ცოდნა გვაქვს. ეს ცოდნა განცხადა, იმიტომ რომ თეორიულად ამას ვერ გაიგებ. ეს უნდა განიცადო, ეს უნდა ირწმუნო. მაგრამ დღეს ვიცი. ანუ მე დღეს ქრისტეს რო უყურებ, რო წარმოვიდგე, რომ იქ დავიბადე, მაშინ თქვა სიტყვაზე. და როცა მე ვხედავ, ჩემთვის საოცარი ცით რა არის, რომ ვისაც მე ვხედავ და ვინც მე მიყურებს, ის პიროვნულად არის ძეღმერთი, ანუ ის ვინც მთელი სამყარო შექმნა. ეხლა მე შენდობას ვითხოვ თუ ვიღაცისთვის ეს მძიმე მოსასმენი იყო ეს საღვთისმეტყველო რაღაც ნაწილი ჩვენი შეხვედრისა, მაგრამ იცით რატო ვისაუბრე ამდენი ხანი? ეხლა გეტყვით და თქვენი საქმეა, თქვენ გინდა მიიღებთ, გინდა ნუ მიიღებთ. ამაზე იმიტომ გესაუბრებით, რომ ცოტათი მაინც განიცადოთ, როცა ქრისტეზე საუბრობთ, ვისთანა გაქვთ საქმე. აი წარმოიდგინეთ, რომელიმე თქვენთაგანი ჯვარის წერია, ჩავაცვით სკაფანდრი და კოსმოსში გავტყორცნეთ. ოღონ დედამიწის ორბიტაზე კი არა. მზის ორბიტაზე კი არა. მზის იქით სადღაც ჩვენს კოსმოსურ ჯუღმურში გავტყორცნეს და იქ შეუძლია თქვა რამდენიმე დღე ის სამყოფ რამდენიმე დღის სამყოფი ჰაერი აქვს და იმით ჰაერში ესე ჰაერში კი არა კოსმოსში გამოკიდებული სადღაც გატყორცნილი მოძრაობს და თქვენ წარმოგიდგენიათ რა სილამაზეს ნახავს იქა? წარმოგიდგენიათ? გინახიათ თანამედროვე ინტერნეტში თანამედროვე ტელესკოპებით გადაღებული სამყაროს სურათები? ეს არის საოცარი ფერწერული შედევრებია, ხო გინახიათ? წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც ესე გაისროლე კოსმოსში, ამ ენით აუწერელ მშვენიერებას ხედავს, ესე? როგორ გაისროლეს, იცი რომ კარგად იყავიო და დაბრუნდნენ, ის დატოვეს იქ. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა საშინელ მდგომარეობაში იქნება ეს ადამიანი? ხო ამ საოცარ მშვენიერებას უყურებს. მაგრამ წარმოგიდგენიათ რა საშინელ დღეში იქნება, იმიტომ რომ აი ამ უკიდეგანო სინდიადის წინაშე იდეას წარმოადგენ, წარმოიდგინე, შენი აი ამ დიდი ფიზიკური სამყაროს, გრანდიოზული ფიზიკური სამყაროს წინაშე რომ ტორის ნაწილაკიც არა ხარ და რა დღეში ჩავარდები, წარმოგიდგენია? ეხლა ეს იმიტომ გითხარით, რომ წარმოგიდგენიათ, ვინც ეს გრანდიოზული სამყარო შექმნა? ღმერთი, რომელიც მოიცავს ყოველივეს, გონიერი, ყოვლის შემძლე, მაგრამ ადამიანის მოყვარული, იმიტომ რომ ღმერთის სიყვარული. აი ეს თავისი სიდიადით გაცილებით უფრო საშინელი, საშინელი იმიტომ კი არა რომ დაგსჯის, არა. სიდიადით საშინელი, თუ კოსმოსი კი არა დიდი ხრამი რო ნახო და დიდი უფსკული და ზარმაზარი რაღაცა, ესეთი ის არის საშინელი. რაღაცა ესეთია, ხო? მამონტი რო შემოვიდეს, მამონტი ახლა გინდა აფრიკული სპილო, ისიც ჩვენთვის საშინელი, რომ დიდია, დიადი, რაღაც ესეთია. წარმოგიდგენიათ? აი ამ ყოველივე დიადის სამყაროს შემქმნელი ღმერთი როგორი დიადია და ამ თავის სიდიადით საშინელი. წარმოგიდგენიათ, მის წინაშე ადამიანი რო დგას. როგორი განცდით შეიძლება იყოს და უცებ მოვიდა ადამიანად და გიყურებს. მე კითხვა მაქვს. რა იქნებოდა თქვენთვის, ოღონ ამ შემთხვევაში პირდაპირ გავუსწრებ მოვლენას და ვამბობ, თქვენთვის როგორც უკვდავი არსებისათვის. რატო უსვამ ხას ამას? უკვდავი ხარ შენ. სოციალური მსახურება, რომელიც არის აუცილებელი სამყაროში, იმიტომ რომ ეს უფლის ერთ-ერთი ის არის, ხო? დავალებაა, რომ მოყვასი გვიყვარდეს. სოციალური მსახურება ადამიანის სულს ეხება თუ ხორცს? ხორცს ეხება. ადამიანის მარადისობას სოციალური მსახურება არ ეხება. ნერვულ სისტემასაც ეხება, თუ ვისაც სული და ნერვული სისტემა ერთად იგივე გონია, მაგრამ აქ საუბარია
ადამიანის სულს კი ანუ ადამიანში მარადისობას არ ეხება, ადამიანში ეხება იმას, რაც მას შეაწყურია, სიმშვიდე უნდა და ასე შემდეგ, ხო? ესეა. მაგრამ შენ ამიტომ ხარ არსება ადამიანი, რომელიც ამ სამყაროშიც არის და ხარ არსება, რომელიც თავის თავში მარადისობას ატარებს. შენ როცა დადგები ქრისტეს წინაშე, პირველი ინტერესი მის მიმართ როგორი იქნება ამ ქვეყნიური თუ მარადიული, როცა დგახარ ღმერთის წინაშე, რომელიც ადამიანური თვალებით გიყურებს. მარადიული არ იქნება. როცა შენ წინაშე რო იყოს, რა ქვია, მინისტრი, თქვა, ფინანსთა მინისტრი ან რაღაც ჯანდაცვის მინისტრი, რა თქმა უნდა, შენი პირველი რეაქცია იქნება სოციალური მსახურება, ხო? როდესაც შენ თქვა, სწავლაში პრობლემა გაგა და დადგები პედაგოგის და დირექტორის წინაშე. რას ეთქვი, რომ მშიაო და სიცხე მაქვს თუ სწავლაში პრობლემა მაქვს და დამეხმარეო? ანუ ადამიანს რა სტატუსიც აქვს, დირექტორია ან პედაგოგია, ხო, სასწავლო ნაწილია, რომელსაც შეუძლია რომ შენ სწავლაში დაგეხმაროს. შენ მას არ ეთქვი, რომ შენ დღეს ჭადი გაქვს თუ პური გაქვს თუ სიცხე გაქვს თუ გრიპი გაქვს თუ რაღაც თუ ჯანმრთელი ხარ. არამედ შენ ეთქვი მას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ადამიანთან ურთიერთობაში, ხო სწორია? და წარმოგიდგენია დირექტორი ან პედაგოგი, რომელიც შენ სწავლის პრობლემა გაქვს და თქვათი გამოცდების ჩაბარების და რაღაცა და ამაზე კი არ გააკეთებს, ხო ეგ ეხლა არაფერი. მაჰა შენ შვილო წადი პერაშკი იყიდე. და იმ თავარ პრობლემას ყურადღებასაც არ მიაქცევს და შენ და თუ ვიღაცამ თუ მიაქცევს ყურადღებას, მე გამოხვდები და ვეთქვი, დირექტორო და პედაგოგო, რა დროს ნიშნებია? ეხლა მით მაგას საჭმელია ჭამეჩქარა. ნიშნებს არ მიაქციო ყურადღება. შენ თორე გამიბრაზდები, კაცო, მაცალე რა, მე ჩემი საქმე მაქვს ამ ადამიანთან. როდესაც შენ ქრისტეს წინაშე დადგები, შენ როგორც უკდავი არსება, დადგები სამყაროს შემოქმედის წინაშე, რომელიც ადამიანური თვალებით უაღრესად სიყვარულით გიყურებს, თავგანწირული სიყვარულით, რომელიც შენთვის მოკვდა ჯვარზე. შენ დალოცულო, პირველ რიგში რას ეთქვი? მე მარადიული არსება ვარ. მე 100 წელი ვიცოცხლე აქვს, ჯანმრთელი ხონიერი. მე მოვდივარ და შენთან მიმიღებ? მომიშვებ შენამდე? რა გავაკეთო, რომ შენთან ყოფნა შევძლო? რა გავაკეთო, რომ შენ მე ჩემზე არა თქვა, როგორც ახარებაშია, არ გიცნობ მოქმედო უსჯულოებისა? რა გავაკეთო მე ისე, რომ შენ არ გათქმეინო, რომ დავიღალე შენთან ყოფნით, როგორც ახარებაშია ნაჩვენები, როცა ადამიანებს ამბობს დავიღალე თქვენთან ყოფნით. არ გიცნობ მე შენ გეუნება. რა გავაკეთო, რომ ეს არ მითხრა, მე შენთან ყოფნა მინდა. არ არის ეს თავარი გეკითხებით. როგორც მარადიული არსებისათვის. და თუ ეს მთავარია, მაშინ რა არის ეკლესია? ეკლესია იტყვიან ეს არის ის არის. ეგ კი არ არის თავარი ვიღაცა თქვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი რას ამბობს ეკლესიაზე. თუ თავარი ქრისტე რას ამბობს ეკლესიაზე და ქრისტე რას ამბობს ეკლესიაზე? ჩემი სხეულია ეკლესია. ჩემი მისტიური სხეულია ეკლესია. და მისდამი დამოკიდებულებით, ეკლესიისადმი დამოკიდებულებით, განისაზღვრება ადამიანებო თქვენი დამოკიდებულება ჩემს მიმართ. იმიტომ რომ მე მხოლოდ 3 წელიწად ნახევარი ვიმოღვაწევე თქვენში. რა, არ შეიძლება თქვა 30 წელი მოღვაწევა. მეფეები იყვნენ 40-50 წელი მეფობდნენ. რატო 3 წელიწად ნახევარი? მე მოღვაწევა მეცოცხლა 90 წლამდე და მე მოღვაწევა 60 წელი. რატომ? მხოლოდ 3 წელიწად ნახევარი. ჯერ ერთი სამყაროს ისტორიაში გინ 60 ყოფილა და გინ 3 წელიწად ნახევარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ 60 წელი რომ მიღვაწევდი და მე ხო კიდევ ვიღაცები გაჩნდებოდნენ და დაიბადებოდნენ. ეგ ერთი და მეორე. იმიტომ რომ ეს 3 წელიწად ნახევარი არ დამთავრებულა. არამედ გრძელდება დღესაც. როგორ გრძელდება? ქრისტე ამბობს, რომ მე თქვენთანა ვარ მარადიულად. მე თქვენთანა ვარ მარადიულად. სად არის ქრისტე მარადიულად? ეკლესიაში. პირდაპირ ამბობს, წადით მოიმოწაფეთ, ანუ ასწავლეთ, მერე მონათლეთ. ანუ გახადეთ ეკლესიის წევრნი და მე თქვენთანა ვარ, სანამ ეს სამყარო იარსებობს. ეგ ერთი, მეორე, ქრისტემ საოცარი რაღაც გააკეთა. პროტესტანტები ამბობენ ხოლმე, რომ ქრისტემ დაგვიტოვა სახარებაო.
ქრისტემ სახარება არ დაგვიტოვა, მით უმეტეს მას არ დაუწერია სახარება. მოციქულებმა დაწერეს გარკვეული რამდენიმე ათეული წლების მერე მოხდა ეს დაწერა სახარების. პირველად ამის საჭიროებაც არ იყო, ზეპირად საუბრობდნენ. ქრისტემ დატოვა საკუთარი თავი დატოვა. ჯერ ერთი თქვა რომ მე თქვენთანა ვარ ეს ერთი და მეორე საიდუმლოსერობა ალბათ გაგიგიათ, როდესაც აიღო ჩვეულებრივი პური და ღვინო, დაურიგა და თქვა ეს პური და ღვინო ჩემი ხორცი და სისხლია. დაურიგა ეს პური და ღვინო ჩემი ხორცი და სისხლია. და ეს ყოველთვის გააკეთეთ, სანამ დაუბრუნდები, ყოველთვის გააკეთეთ. და ეს ეხლა მე ტექსტუალურ კვლევას არ ჩავატარებ, უბრალოდ ახლა იმიტომ დრო არ აქვს ყველაფერს და სიღრმისეულად ვისაუბროთ, იქ სახარებაში ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს ისეთი ფორმით გააკეთა, რომ მიანიშნა, რომ აი ეს პურისა და ღვინის გარდასახვა, ხორცსა და სისხლა და მოწაფეების ზიარება, აი ეს მოვლენა არის სივრცის დროის, გნებავთ ისტორიული კონტექსტის რეალობიდან ამოვარდნილი. შეგნებულად აკეთებს ისე, რომ არღვევს ისტორიულ თანმიმდევრობას და დროისა და სივრცის კონტექსტს. და ამით მიგვანიშნებს, რომ ეს რაც მოხდა, ზედროული ფენომენია, მას იქ არ მუშაობს წარსული, აწყო და მომავალი და ეს ნიშნავს იმას, რომ ის დღესაც ცოცხალია. ეს ის რას ნიშნავს? თქვენ რომ წირვას ესწრებით და თუ არ ესწრებით მას როგორც სპექტაკლს, სადაც აბა ერთი რა ხდება, არამედ ხარ თანამონაწილე, ოღონ ამაში ხელი უნდა თავად მგდელმა შეგიწყოთ. მსახურება ისე უნდა იყოს აღსრულებული. ღმერთისგან სრულდება, მაგრამ ადამიანურ ნაწილს ჩვენ ვასრულებთ. ღვთისაგან საღვთო ნაწილი სრულდება, ადამიანურ ნაწილს ჩვენ ვასრულებთ. ჩვენი ადამიანური ნაწილის აღსრულებით ხელი არ უნდა შეუშალოთ ღვთის მადლს, რომელიც ჩვენზე არ ძალადობს, არამედ ჩვენი ნების შესაბამისად ის მოქმედებს ფაქიზად. თუ ეს ყველაფერი აღსრულებულია ისე და თქვენ არ ხართ არა სპექტაკლზე, არამედ თანამონაწილე, თქვენ ესწრებით ზუსტად იმ საიდუმლო სერობას მოციქულებთან რო გამართა უფალმა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. მისტიური თვალსაზრისით ესეა. ანუ ეკლესიას ძალიან ღრმა მისტიკა ახლავს. ეკლესიური მისტერია ძალიან ღრმა არის. ეს არის მართლა სამყაროს მიღმა გასვლა, ოღონ ამისათვის საჭიროა ჩაღმავება და ცოდნა და ჩაღმავება ამ ყოველივეში. ამიტომ ქრისტე საიდუმლო სერობის საშუალებით, ანუ წირვის საშუალებით და იმ ცხოველ მოქმედი სულის საშუალებით, რომელიც სული წმინდა მოგვიტანა, არის დღესაც ჩვენთან. ამიტომ ეკლესიაში რომ მივდივარ მე, ჩემი უპირველესი მიზანი უნდა იყოს ის, რაც იქნებოდა 2000 წლის წინ მე რომ მივსულიყავი ქრისტესთან. მაშინ როგორ მივიდოდი ქრისტესთან? ქრისტეს 12 მოციქული ყავს, ეს მოციქულები და კიდე 70 ყავს, დადიან, ქადაგებენ და თუ დავინახავდი, ჩემი ბუნებრივი რეაქცია რა უნდა ყოფილიყო, მივსულიყავი მოციქულთან და იოანე მოციქულია, მივედი და ესა საჭმელი მაჭამე რა. მშია, სახში შემიფარე რა. რა თქმა უნდა, ეხლა ეს იცით როგორი რაღაცა, როგორ შეიძლება ადამიანს შიოდეს და თქვა იგივე მოციქულს აქვს ფული და არ აჭამოს. უნდა აჭამოს თავისთავად ხადი. რა თქმა უნდა, თუ რაღაცა აბათარი უნდა მოუაროს და უვლიდან და კურნავდნენ და ქრისტეც კურნავდა. ანუ კურნება იქ ვიღაც გლახაკისათვის თანხის მიცემა, ეს სოციალური მსახურების ნაწილებია და ესეთი რაღაცები როგორ არ ხდებოდა მოციქულების მიერ. მე ვლაპარაკობ შენ დამოკიდებულებას. შენ რა უნდა გექნა? რა უნდა ყოფილიყო შენ თუ სწორედ ფიქრობ, შენი პირველი სათხოვარი მოციქულთან რომ მიხვიდოთ. რა? იოანე, რა უშვილო გეტყოდა. თუმცა მაშინ შვილო შეიძლება არც გეტყოდა, იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდაც არ ქონა, ჯერ უწერულიც კი იყო, როცა უფლის მოწაფე გახდა. იოანე, რაო ძმაო გეტყოდა და ქრისტეს მოწაფე ხარ? კი, მიმიყვანე რა უფალთან. და რომ მიხვიდოდი მასთან უფალთან. პირველი კითხვა რა იქნებოდა? რაც მე წეგან გითხარით, აი როგორ ვიცხოვრო ისე რომ მარადისობაში შენთან ვიყო. აი ეს ამიტომ გასაგები ხდება უკვე ქრისტეს საქციელი, როდესაც ის იქ ზის და ერთ სახში პეტრეს სახში ზის და პეტრეს სიდედრე არის ავად. განკურნავს და მე ნუ იქ ზიან ახლა მას ადამიანური ხორციც რო აქვს, მას საჭმელიც უნდა, მოსვენებაც უნდა ხო და იქ ზიან საუბრობენ რაღაც ღამე იქ დარჩნენ და რომ გაიგებენ ქრისტე მოვიდა მთელი ეს გარშემო ხალხში თუ ვინმე ავად იყო ყველა მოდის
ყველა მოდის და თხოვს და კურნავს და კურნავს ადამიანს ეს ხალხი არ თავდება ზღვა არის ღამე დგება და მიდის მოწაფეები მიყვებიან და ქრისტე ხაზს უსვამს ანუ ავადმყოფებს დატოვებს იმიტომ რომ იქ იმის განკურნა იმათ გარდა ძალიან ბევრი იყო წავიდეთ აქედან ანუ აი ამ სოციალური მსახურებიდან წავიდეთ რომ ვიქადაგო რამე თუ მე ამისთვის მოვივლინე ამისთვის რომ ვიქადაგო მეცაც გეტყვით მე წაგანაც გითხარით რაღაც ნაწილი ამისი ავადმყოფი შვილის ერთ კაცს ავადმყოფ შვილს განუკურნავს იმიტომ რომ რაღაც ეპილეფსიური შეტევები ჰქონდა და სანამ განუკურნავს უფალი ეუბნება ამ სიტყვებს როდემდე ვიყო მე თქვენთან როდემდე თავს ვიდებდე თქვენსას ანუ დაიღალა მათ იმიტომ რომ მათ მხოლოდ მიწიერი აინტერესებთ მათ არ აინტერესებთ ზეციური უამრავი მშიერი ადამიანია და მათ დააპურებს სასწაულებრივად 5 პური და 2 თევზი რო გაამრავლა და მე ხდება ესეთი რამე რომ იმათ უნდათ მეფეთხელი დაასხან და რომ სულ ესე აჭამოს ანუ სულ სოციალური მსახურება ჩაუტაროს ამათ განეშორება და წავა ანუ მე ამით იმის თქმა მინდა რომ ამით რასაც ახლა მე ვთქვი იმის უარყოფა კი არ ხდება რომ როდესაც ადამიანს რა არ უნდა აჭამო ეხლა შენს გვერდზე უცებ კაცი წაიქცევა გინა მღვდელი იყავი გინა ეპისკოპოსი იყავი და გინა ერისკაცი ხო უნდა წამოაყენო აი რომ წამოაყენებ ეს სოციალური მსახურებაა მაგრამ უპირატესი დანიშნულება ეკლესიისა არ არის სოციალური მსახურება და როდესაც ჩვენ გვიკიჟინებენ აი სოციალური მსახურება ჩვენ უნდა ეგ ჩვენი საქმე არ არის სოციალური მსახურება ეკლესიისათვის ისევია როგორც სკოლისათვის სოციალური მსახურება არ არსებობს რა არ უნდა დაეხმაროს თუ რაღაცა ფინანსების საშუალება გაუჩნდა თქვა დირექციას ვიღაცა გაჭირებულ ბავშვს არ უნდა დაეხმაროს იქ რაღაც არ უნდა რატომაც არა თუ ამის საშუალება ექნა თუ არ ექნება მაგრამ შეიძლება სკოლას მოთხოვდა აი განათლების სამინისტროს მოთხოვეთ აბა სოციალური მსახურება რატო არ თხოვთ არ არის მისი საქმე და იმიტომ და თქვენ გონიათ განათლების სამინისტროს ნაკლები თანხა ვიდრე ეკლესიას თუ ეკლესიას საერთოდ რამე დიდი ქონება აქვს ანუ როდესაც თუ ქონებაზე მიდგას ამ ეკლესიას პრინციპში რამე ქონება არ აქვს და როცა ლაპარაკობენ რაღაც თანხებზე ეს კიდე სხვა თემაა ანუ ამაზე შემიძლია ვისაუბრო მაგრამ თავისთავად ეკლესიას თავის საკუთრების თვალსაზრისით როგორც ასეთი რამე განსაკუთრებული ქონება არ აქვს რომ მან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქველმოქმედება აწარმოოს ძველად არ იყო ესე ძველად მაგალითად გასაბჭოებამდე ეკლესიას თავის საკუთრება ქონდა თავის მიწები ქონდა ქარხნები ქონდა და აქედან ანუ ქონდა ეს დღეს ეს არ არის საკუთრებაში მას არ აქვს არაფერი აქედან გამომდინარე შესაძლებლობები წირია ან საერთოდ არ არის მაგრამ ვალდებულება არ აქვს ესეთი მას აქვს სხვა ვალდებულება განათლების სამინისტროს რა ვალდებულება აქვს განათლება მისცეს ადამიანებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობაზე იზრუნოს ეკლესიის ვალდებულება არის ის რომ ადამიანებს დაანახოს ქრისტე და მისკენ სავალი გზა ეს არის მისი დანიშნულება ამიტომ რატო მიუთითებენ ეკლესიაზე რომ სოციალური მსახურება მის უპირველეს მოვალეობაა ეს გაუგება რა არ არის ეხლა მაგალითად მე მოვედი აქ და 2 საათი თქვა თქვენ უნდა გესაუბროთ რატო არ ჩამწკრივდნენ აქ ხალხი და რატო არ მოითხოვეს ფული მამა თეოდორესაგან რატო ზიღართ ეს 2 საათი და შემსულელო ლაპარაკს უსმენთ რა შეასახა იმიტომ რომ თქვენი მოთხოვნილება ამ შემთხვევაში მღვდლისაგან არის არა ის რომ რომელიმე გაჭირებულ ბავშვს და მის ოჯახს დაეხმაროს არამედ თქვენი მოთხოვნილებაა რომ კიდევ ერთხელ ვეცადოთ ყველამ ერთად ხო რომ ღმერთი რადგან არის არ ვიცხოვროთ ისე როგორც უღმერთოები ცხოვრობენ ღმერთი რადგან არის და რადგან ადამიანად მოვიდა გავიგოთ როგორ მოვძებნოთ ის როგორ ვიაროთ მისკენ ეხლა რაც შეეხება ფიზიოლოგიურ და ესეთ დარღვევებს რომელიც ზნეობას ეხება მე ამაზე ძალიან მოკლედ ვიტყვი ორ რაღაცას მხოლოდ პირველი რამდენად არიან ეს უმცირესობანი ამ სიტყვის გაგებით უმცირესობა საქმე იმაშია რომ დემოკრატიულ სამყაროში არის ძალიან კარგი ერთი კანონი ანუ პრინციპი უпроსორეთ ეს პრინციპი მდგომარეობს შემდეგში ჩვენ თქვათ ვართ აი ამდენი ბავშვები ვართ ერთად ხო ეს ბავშვი ვარ ღვთის წინაშე და თქვათ ჩვენ შორის არის 3 ადამიანი ჩვენზე დაჩაგრული რაღაცით თქვათ
სამ ადამიანს არ აქვს ხელი, ან ფეხი არ აქვს, ან ვერ ხედავს. ბუნებრივია, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ სამ ადამიანზე, ჩვენ ბევრნი ვართ, ისინი ცოტანი არიან, რომლებსაც რაღაცა პრობლემა აქვს, ფიზიკური თქვათ, ხო? რომ მასზე ვიზრუნოთ, დავეხმაროთ სწავლაში, მატერიალურად ასე. ეს ხო ბუნებრივია და კარგია. ანუ რადგან ისინი თქვათ რაღაც ფიზიკურად დაჩაგრულები არიან, არა გვაქვს უფლება რომ მათ ხელი უკრათ. ეს არის კარგი პრინციპი დემოკრატიული საზოგადოების, რომ ბევრმა არ დაჩაგროს მცირე რაოდენობა საზოგადოებისა, რომელსაც ესე იგი რაღაც პრობლემა აქვს. ეს კარგი პრინციპი გამოყენებული იქნა შემდეგნაირად, ამ კუთხით და ამ მიმართულებით. იყო პერიოდი, როდესაც ნებისმიერი ესეთი ფიზიოლოგიური დარღვევა ითვლებოდა უზნეობიდან გამომდინარე კრიმინალად. ეს არა მარტო რუსეთში იყო, არამედ ამერიკაში ეგეთი საქციელი, რაც თქვენ ბრძანეთ, ისჯებოდა კანონით. ადამიანებს აპატიმრებდნენ ამის გამო. როგორც ვთქვათ, მეძაობა, პროფესიული მეძაობა, ნარკომანია და ასე შემდეგ, როგორც ისინი ისჯებოდა, ესეც ისჯებოდა, როგორც ვთქვათ, როგორც უზნეობის გამავრცელებლები, მოკლედ ესე ვთქვათ. პირველი ეტაპი რაც გააკეთეს, მოახდინეს დეკრიმინალიზაცია ამ ფენომენის. ესე იგი, გააკეთეს ის, რომ ეს არ არის კრიმინალი, არამედ ეს არის ეგეთი ავადმყოფობა, ესეთი ნორმა. მეორე ეტაპი იყო ის, რომ ეს არ არის ავადმყოფობა, არამედ ეს არის ისეთივე ნორმა, როგორი ნორმაც არის ჩვეულებრივი ფიზიოლოგია. ესეც გაიტანეს. საინტერესოა, რომ შეიძლება თქვენ ეს ისტორია არ იცით და ეს ყველაფერი გაქონდათ ძალით. სასამართლოს არ უნდოდა, მაგრამ იქ იყო შევარდნები, დატერორება, საიდანღაც უცნაური გზით მოძიებული ძალიან დიდი ფინანსები და ამ ფინანსების საშუალებით ლობირება ძალიან უმაღლეს ეშელონებში. მესამე ეტაპი იყო მათი გამოცხადება უმცირესობად და აქედან გამომდინარე ყველა ის საქველმოქმედო, ესე იგი გრანტები და დახმარებები, რაც ყველა სხვა ტიპის უმცირესობებს აქვს. მთელი ეს ფინანსები უკვე ოფიციალურად წავიდა, ადრე თუ არაოფიციალურად იყო, მერე ოფიციალურად წავიდა მათკენ და დღეს არის მეოთხე ეტაპი. უმრავლესობის, ანუ ნორმალური ფიზიოლოგიის მქონე ადამიანების კრიმინალიზაცია. საკმარისია, რომ შენ თქვა, რომ ის არ არის ნორმა, რომ ეხლა მე რომ მოხდელი ვიყო ამერიკაში, ან ევროპის რომელიღაც ქვეყანაში. და თქვა, რომ ეს მდგომარეობა არის ცოდვა და უმძიმესი ბიბლიის მიხედვით. აი ახლა ახაც ვამბობ ამას, ეს არის უმძიმესი ცოდვა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ცოდვა ბიბლიის მიხედვით. მაცული უფლება აქვს, რომ მე ჯერ ან ჯარიმით, ან რაღაც დაპატიმრებით, გარკვეული სანქციები დამეკისროს, თუ ბოდის არ მოვიხდი. და ნახეთ ამ მდგომარეობაში ვარდება, თუ ბოდის მოვიხდი, ესე იგი, ჩემი რწმენის წინააღმდეგ მივდივარ, თუ ბოდის არ მოვიხდი, ესე იგი, მე მაპატიმრებენ და ესე იგი, ესეთ არჩევანის წინაშე მაყენებენ. ანუ ზღუდავენ ჩემს უფლებებს, როგორც სასულიერო პირის. აი ეს ეტაპია. ეხლა რაც შეეხება მათ უმცირესობას კიდე ამ კუთხით და მშვიდობის მოყვარეობას. აი ხა მაგალითად ესეთი რამე მოხდა საფრანგეთში 50,000 ამ საზოგადოების წარმომადგენელი შეიკრიბა და ხამაღლა განაცხადეს, რომ ქრისტიანობა უნდა აიგრძალოს საფრანგეთში. ქრისტიანობის აკრძალვის მოთხოვნით გამოდიან საფრანგეთში. და არგენტინაში შეიძლება ეს ვიდეო კადრები მრავალმა თქვენთაგან მანავ ძალიან გავცედა სოციალურ ქსელებში 7,000 ამ საზოგადოების წარმომადგენელი ესე იგი მიუვარდა კათოლიკურ ეკლესიაში არგენტინაში მრევლმა ჯაჭვი გააკეთა, მრევლი იყო 1500 ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და 7,000 ადამიანი და საშინელი ფურთხებით შეურაცხყოფით, ისეთი რაღაცებით მე ვერ ვიტყვი ახლა, რასაც იქ მართავდნენ ამათ წინ. რა თქმა უნდა ეს ეკლესია არავის არ დაუცავს, არც პოლიტიკას, არც რომელიმე ხელისუფლებას, არც სოფლიო საზოგადოებას და თანამეგობრობას, ერთი სიტყვა არ უთქვია ქრისტიანობის დასაცავად. ამიტომ არც ისე ადვილად არის საქმე, როგორც ამბობენ და არც ისე, თქვათ, ისინი არიან, თქვათ, დაუცველები, პირიქით ხდება დღეს სამწუხაროდ. რაც შეეხება ახლა სხვა რელიგიებს. და ის, თქვათ, ეკლესიამ, თქვათ, ხმა აიმაღლა იმის წინააღმდეგ, რომ მათ არ შეიძლება, რომ ბავშვთა თავშესაფარი გააკეთონ, იმიტომ რომ მე როგორც ღვდელი, მე ახლა არც ფსიქოლოგი ვარ, თუმცა ფსიქოლოგებთან ურთიერთობა მაქვს და გარკვეული ცოდნა და ინფორმაცია მაქვს. მაგრამ მე ვარ ღვდელი
ჩემი სამრელო პრაქტიკით. ამას ვამბობ არა იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაცა დაუმტკიცო, მე ამას ვამბობ ღვთის წინაშე, ხმამაღლა, რომ შეიძლება ბავშვების დაზიანება ამ კუთხით თუ მიზანმიმართულად აღზრდის სისტემა ასე იმუშავებს. ამიტომ არ შეიძლება ბავშვების მათთან გაკარება. ეხლა რაც შეეხება სხვა რელიგიებს, არის ერთი რამ ძალიან საინტერესო. ჩვენ არ ვიცით ერთი ძალიან საინტერესო რამ, რომელიც ქრისტიანობაში არის, ეს არსებობს 2000 წელი ესეა. ქრისტიანობა და კონკრეტულად მართლმადიდებლობა არის აბსოლუტურად უნიკალური მოძღვრება ყველა სხვა იმ მოძღვრებათა შორის და რელიგიებს შორის, რომელიც არსებობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აბსოლუტურად უნიკალურია. და უნიკალურია რაღაც ერთი რამე მიმართულებით კი არა. ყველა მიმართულებით არის უნიკალური. მათ შორის სწავლება ღმერთზე, სწავლება ადამიანზე და ადამიანისა და ღმერთს შორის, ანუ რელიგიაში რა არის მთავარი? მოძღვრებითი სწავლება, როგორია ღმერთი და ვინ არის? მოძღვრებითი სწავლება, როგორია ვინ არის და რას წარმოადგენს ადამიანი და რას ნიშნავს ღმერთის ურთიერთობა ადამიანთან. და ისეთი ღირებულებები და ისეთი თქვათ ფასეულობები, როგორიც არის სიცოცხლე, ღირსება, ღირებულება, მარადისობა, სიყვარული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამებს ეხება, ხო, ცხოვრების საზრისი, მიზანი ადამიანური არსების. აი ამ საკითხებში მართლმადიდებლობა არის სადღაც აქ და ყველა დანარჩენი სადღაც იქ. ეხლა თუ ადამიანს ეს ცოდნა არ აქვს, ხო? მან ხო შეიძლება თქვათ, რომ ქრისტიანობა მან არ იცის. თუ გონია, რომ ყველა რელიგია მეტნაკლებად ერთდაიგივე და მართლმადიდებლობა ერთ-ერთი რელიგიაა და ამიტომ მე ცოტათი იცი რა, ეს უფრო მომწონს და არა, აბსოლუტური განსხვავება. აბსოლუტური განსხვავება. მე შემიძლია რამდენიმე მაგალითიც მოგიყვანოთ. მაგალითად, ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, მართლმადიდებლობა კონკრეტულად. აქ უკვე მართლმადიდებლობას ხაზს უსვამ, რომელიც ესეთ რამეს ამბობს, რომ ადამიანი არასოდეს არ არის ღმერთის გარეშე. და ადამიანისათვის ბუნებრივი მდგომარეობა არის ის, რომ ის იყოს ღმერთთან ერთად. ამ დროს როცა სხვა მაგალითად იგივე კათოლიციზმი ამბობს, რომ ადამიანისათვის ბუნებრივია ღმერთის გარეშე ყოფნა და თუ მასთან იქნება საფრთხო მადლი, ეს არის განსაკუთრებული მადლიანი მდგომარეობა. მართლმადიდებლობა ამბობს, რომ არა, ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ადამიანი, როცა ის ღმერთთან ერთად არის და სულ არის, სხვანაირად ადამიანი არ არსებობს. ნახეთ, უკვე ძალიან ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ როგორც კი ადამიანი რელიგიურ ცხოვრებას იწყებს, მას ღმერთი საძიებელი, აბა რა ვქნა? ან თავი იმართლოს, იმიტომ რომ შენ ღმერთის გარეშე არასოდეს არ ახარ. საკმარისია შენი ნება გამოხატო. მეორე, მართლმადიდებლობა არის ერთადერთი რელიგია, რომელიც ამბობს ესეთ რამეს, რომ ჩემსა და ღმერთს შორის არანაირი ბარიერი, არანაირი შუამავალი არ არსებობს. ეს არის უმჭიდროესი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის. ანუ რელიგია ნიშნავს ღმერთთან კავშირის აღდგენას. ეს კავშირი სრულად შეიძლება იქნას აღდგენილი. და ისე, რომ ადამიანის პიროვნება ინარჩუნებს თავის იდენტობას და უნიკალურობას სამყაროში. მხოლოდ მართლმადიდებლობა ამბობს ამას. სხვა არც ერთი რელიგია ამას არ ამბობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ორი, რასაც შევეხებ, თუმცა ასეთი არის უამრავი, ეს ეხება კონკრეტულ სულიერ ცხოვრებას და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს ეს ინტერესი სხვადასხვა რელიგიებისადმი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარს. წეგან მე მისტიკა ვახსენე და ძალიან ხშირად ადამიანები ინტერესდებიან აღმოსავლური რელიგიებით. იმიტომ რომ თვლიან, რომ ქრისტიანობა სულ ეს არის, უნდა მიხვიდეს ანთელი და ანთო პირჯვარი გამოისახო, მიხვიდე მღვდელთან რაღაც ცოდვები ჩამოარაკრაკო, დილასაღამოს რაღაცები წაიკითხო, მერე მიხვიდე პირი გააღო და შოშიასავით წმინდა ხორცი და სისხლი მიიღო და აი ეს რაღაც გარეგნული მხარე და დამთავრდა. მორჩა, ეგ არის ქრისტიანობა. ესე არ არის. ესე არ არის. გასაგებია რაც ჩამოვთვალეთ ის რომ თქვა აღსარება თქვა ეზია რომ მონათრული იყო ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენ იცი არსი ამ ყოველივეს თუ ეს არსი შენთვის უცნობია და ეს ნიშნავს რას იცი რომ
ბრმა ხარ და არ იცი საით წახვიდი, ანუ შენ ხარ პასიური, არაფერს არ გაძლევს მართლმადიდებლობა. შეიძლება გაძლევს უფრო ცუდს, იმიტომ რომ პასუხისმგებლობის წინაშე დგები. და როგორც კი შენ გააქტიურდები, აღმოაჩენ, რომ ეკლესიას აქვს ძალიან ღრმა მისტიური ცხოვრება, რომელიც თავის ნაყოფს როგორ იღებს, იცით, რომ ადამიანი ახერხებს გაიცნოს ის, ვინც ირწმუნა. პავლე მოციქული ამბობს, მე ვიცნობ იმას, ვინც ვირწმუნა. თუ ღმერთი არ გაიცანი, შენ ქრისტიანიც ვერ ახარ. ქრისტიანი ვერ ახარ, თუ ცოცხალ ღმერთს არ იცნობ. და ჩვენ ძალიან ხშირად ისე ვართ, რაღაც რელიგიურ გზნობებს უკმაყოფილებ და ღმერთთან ერთობა არ აგვაქვს. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. და ამიტომ ადამიანმა, რომელმაც ეს არ იცის, ეძებს რაღაცა ცრუ მისტიკას სხვადასხვა რელიგიებში. გარდა ამისა, მართლმადიდებლობა გეუბნება, რომ და ლოგიკურიც არის, ღმერთის გაგება ტვინით არის შეუძლებელი. რატომ არის, როგორ ფიქრობ, ტვინით შეუძლებელი ღმერთის გაგება? აი, შეგიძლიათ მითხრათ, რატომ არის? პრაქტიკულია კიდე? აი, ტვინით რატო არ შეიძლება? იმიტომ რომ ადამიანი ხო ტვინით აზროვნებს, ხო? და აი ფიქრობს და რაღაც ლოგიკურად აზროვნებს. რატო არ შეიძლება? აი, მაგალითად, ტვინს რა ორგანოები აქვს გარე სამყაროს შესაძლებლად, ჩამოთვლით? რამდენი გზნობის ორგანო აქვს ტვინს? 5. ტვინი როგორ იღებს ინფორმაციას გარე სამყაროდან? თვალებით, ყურებით, ანუ სასმელით, ყნოსვით, გემოთი, შეხებით, ხო? მორჩა, 5-ვე ჩამოთვალეთ? ეხლა მე გეკითხებით. ღმერთი, რომელიც სივრცისა და მასისა და ენერგიის შემოქმედია. და თვითონ არც მასა, არც ენერგია, აი მატერიალური ენერგია, თორე ენერგია როგორ არ არის? და არც ესე იგი დროა, ხო? დაინახავ მას თვალებით. გაიგონებ მას ყურით. შეეხები მას და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი ტვინი თავისი გზნობის ორგანოებით არის ინსტრუმენტი ადამიანისათვის, რომელიც გვეხმარება მატერიალური სამყაროს შესაძლებლად. სწორია? სწორია. მაშინ ღმერთი როგორ უნდა გაიგო? როგორ უნდა დაინახო ღმერთი? ეთქვა ხო, აბა ღმერთი დამანახე და ვირწმუნებ. რა საოცარია კაცო. რას ქვია დამანახე? თვალით და ყურით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეუძლია, აბა, ხო. ამაგარი პასუხი გაქვს. რა იცი შენ ეგრე უნდა მეთქვა. უყურეთ, შენ ამაგარი რა მეთქვი ახლა? რა ხერა საოცარი რამეა? ადამიანის ტვინს არ შეუძლია დაინახოს ღმერთი. ეხლა ნახე რა ხდება. გადახედავ სამყაროს და აღმოაჩენ, რომ დედამიწაზე არ არსებობდა არასოდეს არც ერთი ერი, არც ერთი ხალხი, არც ერთი ტომი, რომელსაც წმენა არ ქონდა. ეხლა ვიღაცა იტყვის ათეისტი, რომ რაზა მოკო, ჭექაქუხილის ეშინო და ჭექაქუხილი გააღმერთა, მიწისძვრის ეშინო და მიწისძვრა გააღმერთა. არ არის ესე მარტივად საქმე. საქმე იმაშია, რომ სამყაროში არსებობს ძალიან, აი ერთ-ერთი ტომის ეთნოგრაფიული გამოკვლევა მოხდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, მე-19 საუკუნის ბოლოს. აი მე-19 აი ეს ანუ როცა უკვე ეს მეცნიერება ეთნოგრაფია განვითარდა და ასე შემდეგ. ეს ტომი, ახლა მე ერთ-ერთი მაგალითი მომყავს, მაგრამ ესეთი ძალიან ბევრი იყო. ცოცხლოვანი მიწა იცით სად არის? აბა სად არის? სამხრეთ ამერიკაში ბოლო ნაწილი, ხო მისი? იქ ცხოვრობდნენ ახლა მათი ასიმილაცია მოხდა, ესე იგი დანარჩენ მოსახლეობასთან ნელ-ნელა და ცივილიზაცია რო შევიდა. ეს იყო ისეთი პირველყოფილი ტომი, რომელსაც არათუ ლითონის და ბრინჯაოს იარაღი არ ქონდა. არამედ აქ ლაპარაკია მე-19 საუკუნის ბოლოზე, როცა უკვე ზარბაზნები და თოფები და რა ვიცი აღარ იყო და გემები და ასე შემდეგ. არამედ აქ საუბარია იმაზე, რომ თიხის თიხაც არ ქონდათ. თიხის ჭურჭელი არ ქონდათ. და წყალს როგორ ადუღებდნენ, ესე იგი დიდ ხის ისინი ქონა ჭურჭელი და გავარვარებულ ქვებს ყრიდნენ წყალში, ცეცხლზე გავარვარებულს და იმ ქვებს მერე უნდა აედუღებინე, ეწოდო თიხის ჭურჭელს ხო ცეცხლზე ვერ შემოდგა.
ანუ არანაირი ცივილიზაციის, არანაირი იოტის, არაფერი ცეცხლის ანთება იცოდნენ და ქვის იარაღები ქონათ და მორჩი. ისეთი ღრმა ფილოსოფიური რელიგია ქონდათ, რომ ესე იგი ძალიან ბევრ მათ რელიგიურ დოქტრინას მართლმადიდებელიც ხელს მოაწერს. ერთი ღმერთისა და ადამიანის სულიერი მარადიული ურთიერთობის და რა ჭექა ქუხილი და რა ისა. გაუცდები კაცო, როგორ შეიძლება ქონოდათ ესე წერა კითხვა ხო არაფერი არ ეციან რა, არაფერი აბსოლუტურად. მაგრამ რელიგია ქონდათ საოცარი, რომელიც საუკუნეებს, ესე იგი ისინი მე-19 საუკუნეში და მე-20 დასაწყისში ეგეთები რო იყვნენ, ხო წარმოგიდგენიათ რომ ეგენი რაც კაცობრიობა და დედამიწა არსებობს არ განვითარებულა, სულ ესეთები იყვნენ. მაგრამ ნახეთ რელიგია, ანუ რელიგია ძალიან ძველია. ნახეთ როგორი რელიგია ქონდათ. ამიტომ რელიგია არის ადამიანის სულის მოთხოვნილება, რომ ეძებოს სამყაროს მიღმიერი მარადიული არსება და ეს მოთხოვნილება რო აქვს. აი რაც შენ თქვი, შვილო, ეგ არის რწმენა. და ლოგიკურად შეხედეთ. ადამიანი ისეთი არსებაა, რომ რაღაცას ხედავს და იმისიც არ ჯერა, ხო? ხო, რატო? იმიტომ რომ ეჭვი ხო იცით რაც არის, ეჭვი. აი მეგობარი კაცო გადაყვება თან და მაინც არ ჯერა მისი. კაც სული ყავს და ეს სული ერთგულია, მაგრამ კაცო ეჭვიანობს ატომკაცი. ანუ რასაც ხედავს იმისიც არ ჯერა ადამიანს. და წარმოგიდგენიათ კაცობრიობა ამდენი, ესე იგი 1000 წლეული არსებობს. ღმერთს ვერ ხედავენ და რწმენა აქვთ. არ და ვიღაცა იტყვის, იმიტომ რომ რწმენა ჭირდებათ. რწმენა რომ ცხოველს, ადამიანი თუ ცხოველია და მას როგორ ცხოველს რწმენა რომ ჭირდებოდეს, მაშინ რწმენა მაიმუნსაც ექნება. რწმენა არ ჭირდება ადამიანს. პირიქით, რწმენა ხელს უშლის, იმიტომ რომ მას თუ მოუნდება რომ რაღაც დროს ცხოველივით მოიქცეს და ვიღაცას რაღაცა წაგლიჯოს, რწმენა აჩერებს მას. რწმენა არის ის, რაც ადამიანს, ადამიანობას უნარჩუნებს. თორე იყო პერიოდები, როდესაც კაცობრიობის გარკვეული ნაწილი რწმენას კარგავდა და ადამიანი ცხოველზე უარესი ხდება, იმიტომ რომ ეს ტვინის აპარატი, რადგან ცხოველზე უფრო განვითარებული აქვს, ამიტომ მას ბოროტებისა და სისასტიკის ჩადენა გაცილებით უფრო შეუულია, ვიდრე ესე იგი რწმენის შემთხვევაში, ვიდრე ცხოველს. აი მე თქვენ გეკითხებით, თქვენ ცხოვრებაში თუ ყოფილა ესეთი შემთხვევები, როდესაც გინდოდა რაღაცა გეთქვა, სიტყვა დაგეგდო სადღაც, ან რაღაცა ჩაგედინა, ან რაღაცა აგეღო, ან რაღაცა გაგეკეთებინა, მაგრამ იმიტომ არ გააკეთე, რომ იფიქრე, რომ ღმერთი არის და არ გამოვა ეს. ყოფილა ეგეთ შემთხვევები თქვენ ცხოვრებაში? აბა ხელი აიწიოს, ვიტყვის ცხოვრებაში ყოფილა ესეთი შემთხვევა, რაღაცა გინდოდა გაეკეთებინა და არ გააკეთე, იმიტომ რომ გაგახსენდა, რომ ღმერთი არის. მეც ავიწევ ხელს, მეც შემთხვევაში ყოფილა. ხედავთ, თქვენ პირადი გამოცდილებითაც კი იცით, რომ ღმერთი ადამიანურ სახეს გინარჩუნებს ხანდახან, სწორია? და ეს საოცარი რამ არის რწმენი და რწმენა არის სწორედ იმის სანაცვლოდ, რაც შენ თქვი, რომ გასაგებია ვერ ხედავ ამ ყველაფერს ჩემი გზნობის ორგან ტვინს არა აქვს, ამის ტვინს არა აქვს უნარი დაინახოს ღმერთი. ამიტომ ადამიანს სასაცილოა ხოლმე. როგორ აბა კაცო ამემტკიცეთ და აი მე ფიქრობ და ლოგიკურად და სასაცილოა. მაგრამ აი რწმენა აქვს რაღაცა ინსტრუმენტი მოცემული ადამიანს, რითაც ის ღმერთს ხედავს. და ქრისტიანობა აი იგივე მართლმადიდებლობას აქვს ესეთი საფეხურები. ამას პავლე მოციქული ჩამოთვლის. პირველი საფეხური არის რწმენა, რომელიც ყველას მიეცა. შენ თუ სინდისის მიხედვით იცხოვრებ, სინდისის მიხედვით. სინდისის ერთ-ერთი სიტყვა ესეთია, კაცო. ეს რწმენა ხანდახან ისეთ დროს გამარჩევებს ხოლმე და ცხოველობას გადამარჩენს, რომ მაქვს ეს რწმენა. ნუ არის. მე ადამიანის სინდისი გეუბნება ამას, იმიტომ რომ ადამიანის წინაშე თუ არასწორად იქცევი, აი თქვათ ახლა მე მოვედი და ახლა ესეთი რამე რომ ეკნა, რომ მოვედი, დავჯექე და სანამ დავიწყე შეხვედრაზე ჩვენი საუბარი, გავხსენი ეს და გადავღვარე. მე ესეც გავხსენი, ესეც გადავღვარე. მე ეს დავკუჭე და გადავაგდე. ასე ფიქრებდით. ჩემზე ზნეობრივი კაციაო? თქვათ აქ ყვავილის ქოთანი იყოს და დაბლაკიან მოწუწე, მაგრამ ან ფანჯიდან გადავასხე, ანუ არ დავაზიანი არაფერი, მაგრამ ეს ორივე წყალი გავანადგურე, ესეც გავანადგურე და ასე ფიქრებდით. ჩემს ზნეობას როგორ შეაფასებდი? ანუ რაღაც ვერ არის, ხო ეს კაცის ზნეობრივი ფაქტორი, ასე რჩის ამ წყალს, კაც თვითონ თუ არ წყურია, ეგება ვიღაცას წყურია, კაცო ამდენი ხანი პირი გავუშტათ ჩემს მენაში. ნახეთ
მატერიალური საგნისადმი არასწორი, არაადეკვატური დამოკიდებულება რა არის? ხო ერთი პატარა რაღაც ერთი ლარი ღირს თუ რაღაც ხო რა ვიცი, ხო რაც აღებს. ნახევარი ლიტრი წყალისადმი დამოკიდებულება არაადეკვატური. იმეთყველებდა ჩემს უზნეობაზე. არის თუ არა ეს? არის. ესე იგი მატერიალური სამყაროსადმი არაადეკვატური დამოკიდებულება მეტყველებს ადამიანის უზნეობას. ეხლა გავაგრძელოთ. ცხოველისადმი, ბუნებისადმი არაადეკვატური დამოკიდებულება. მეტყველებს თუ არა ჩვენს უზნეოდ დრაკონიერი როა ტყესო ანადგურებს, ცხოველებს აწვალებს, მცენარებს, ესე იგი წყვილა აფუჭებს. მეტყველებს თუ არა ადამიანის უზნეობას. გავაგრძელოთ. ჩემი არაადეკვატური დამოკიდებულება ადამიანისადმი. არასწორი დამოკიდებულება ადამიანისადმი. მეტყველებს თუ არა ჩემს უზნეობაზე. აი თქვათ, აქ არიან ადამიანები თქვათ და შემოვედი და ზოგიერთი მათგანზე ვთქვი რომ თქვენ არ გცნობთ. არც მივესალმები თქვათ, არც არას. აი დავდივარ თქვათ, ყოველდღე დავდივარ და ამოვირჩევ ერთ-ორ ადამიანზე საერთოდ არ ვესალმებ, უგულებას ყოფ. ისე მეტყველებს თუ არა ჩემს უზნეობაზე. ეხლა მე გეკითხებით, არაადეკვატური დამოკიდებულება ღმერთისადმი, რა, ზნეობაზე მეტყველებს? თუ ესე იგი მატერიალური საგნისადმი დამოკიდებული, არაადეკვატური დამოკიდებულება ჩემს უზნეობაზე მეტყველებს. როგორ კაცო, ვინც შემქმნა და შემოქმედი და ვიცი რომ წამს არის, აი მე წმენა მაგ და ვიცი რომ არის. არაადეკვატური დამოკიდებულება, განაჩენს უზნეობაზე არ იქნება? უზნეობას არ წარმოაჩენს? გეკითხებით. რავა, ესე იგი, ეს ამას არ შეიძლება რაღაც მოვექცე და ღმერთ შეიძლება არასწორად მოვექცე. ეხლა მე გეკითხებით, ადამიანი რომელმაც იცის რომ ღმერთი არის რწმენით და არასოდეს თავის ცხოვრებაში არ გადაწყვეტს რომ უფრო ჩაუღმავდეს და მოძებნოს და გაიაზროს. ადეკვატური დამოკიდებულებაა? ადამიანი რომელმაც იცის რომ ღმერთი არის, ახლა აბა როგორ არ არის კაცო, ახლა აბა ისე როგორ იქნება, ხო? და ამ დროს ზუსტად ისე ცხოვრობს, როგორც იცხოვრებდა იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად ღმერთი, გრებავ ზნეობრივად ცხოვრობს, მაგ მე საყოფად ცხოვრებას ზნეობას კი არ ვეხები. არა, არ იტყვილება, არ ყაჩაღობს, არ იპარავს, ჩვეულებრივი მოქალაქეა, მაგრამ აი არაფრით არ განსხვავდება იმ შემთხვევისაგან, თუ იქნებოდა ურწმუნო. წამს, მაგრამ ზუსტად ისე ცხოვრობს, როგორც არანაირი მის ცხოვრებაში, მის რწმენას არანაირი კვალი არ აქვს, არანაირი კვალს არ აჩენს. ეს ნიშნავს თუ არა არაადეკვატურ დამოკიდებულებას ღმერთისადმი, რომელიც მას წამს. ამიტომ პირველი ნაბიჯი თუ ადამიანს რწმენა აქვს, არის ის, რომ ეს რწმენა მან გააცოცხლოს. მან დაიწყოს იმის მოძებნა, ვინც ირწმუნა, ვინც მე წამს, მაგრამ აბერტი ვინ არის? აბა რა სიტყავს? აბა როგორია? აბა ჩემი დამოკიდებულება მისადმი რა არის და მე არ მეხება? რა არ მეხება, კაცო? სულელი ხო არ ვარ, რავა, ესე იგი წყალი მეხება, აქ თუ მწყმავწყდება დაავლევ და მიზიდულობის კანონი არ მეხება, აბა გადავიდე ფანჯრიდან. და როგორ შეიძლება რომ ღმერთი არ მეხებოდეს? და ესე იგი გამოდის რომ უნდა გამოვიკვლიოს. ადამიანი, რომელიც სინდისის მიხედვით, ანუ ზნეობრივი თვალსაზრისით სწორედ მოექცევა თავის რწმენას, მისი რწმენა ნელ-ნელა გაცოცხლდება. სწორია თუ არა? და ქრისტიანობა მასწავლის, რომ თუ ადამიანი ესე იცხოვრებს, მისი რწმენა გადადის იმედში. პავლე მოციქულის სიტყვები გახსოვთ, სამი სათნოება: რწმენა, იმედი და სიყვარული. რწმენა გადადის იმედში. რის იმედი? როცა ღმერთი შენთვის ხდება ცოცხალი. შენ ხვდები რომ ღმერთი ცოცხალია, რომელიც შენზე ზრუნავს და მთელი შენი წარსული ცხოვრება შენ დაინახავ ამას, რომ მთელ შენ წარსულ ცხოვრებაში არც ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო მომენტი არ იყო, რომ შენთან ღმერთი არ ყოფილიყო. და ეს ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს უკვე ნდობა მისი, როგორც ცოცხალი მზრუნველი არსებისა, რომ ის დღესაც და ხვალეს და მომავალშიც იზრუნებს შენზე და შენი რწმენა ცოცხლდება და ხდება იმედიანი. ამიტომ შენ გიქრება შიში ამ სამყაროს უსამართლობის და ამ სამყაროს მიზანშედეგობრივი ჯაჭვის წინაშე, რომ აი ეხლა რაღაცა განსასწრელი და უბედური. ამიტომ მე უნდა მიყიდევაც ღმერთს, ვის შემიყვანებ ჩვენ განსასწრელსა. თუ ამ სამყაროს სულ ახლავს ეს განსასწრელები და მე გთხოვ, იმიტომ რომ ვიცი, რომ შენ ჩემზე სულ ზრუნა. და თუ ადამიანი აი ესე იცხოვრებს და დაინახავს და გამტკიცდება იმაში, რომ ღმერთი მისი ერთგულია და მასზე ზრუნავს, გადადის ახალ საფეხურზე. მას უყვარდება ღმერთი.
მას უყვარს ღმერთი როგორც ცოცხალი არსება მისი მამა და შემოქმედი. მით უმეტეს შენთვის მოვიდა და მოკვდა. ნახეთ როგორ ცოცხლდება რწმენა. წარმოგიდგენიათ ადამიანი რომელსაც არა მარტო რწმენა აქვს, არამედ მისი იმედიც აქვს და მას როგორც ცოცხალ არსებას იცნობს, მასთან აქვს პიროვნული ურთიერთობა და უყვარს. როგორ იქნება ესეთი ადამიანის ცხოვრება? ბედნიერი არ იქნება? სიცოცხლის და ბედნიერების წყაროს იცნობს და მასთან ურთიერთობა და უყვარს. აი ეს არის ქრისტიანობა და ამას გასწავლის მართლმადიდებლობა, წარმოგიდგენია და არა მარტო თეორია, მე თქვენ თეორიას გეუბნებით. იცით როგორ ასწავლის? როგორ დაიწყო ნაბიჯ, როგორ იცხოვრო შენ ყოველდღიურად, რომ ეს ყველაფერი შენს პირად ცხოვრებაში გახდეს და ესე იყოს არა მარტო წიგნის საკუთრება და თეორიის, არამედ შენი პირადი გამოცდილება იყოს ეს. და როცა ეკლესიას აქვს ეს საოცარი საგანძური, რომელსაც შეუძლია შენ ეს გასწავლოს და შენ ამას ეკლესიას ამას კი არ თხოვ, არამედ რაღაც სხვა რამეს. ან როცა ქრისტიანობას შეუძლია შენ ეს გასწავლოს, არ იცი და ამ დროს სხვა რელიგიებში ეძებ ჭეშმარიტებას, შენ შეიძლება ეს ყველაფერი გაიგო და არ მოგინდეს, კი ბატონო, მაგრამ როცა ჯერ შენ ეს არ იცი. მე მაგალითად არ მინახია, ხმამაღლა არც ერთი სხვა რელიგიის წარმომადგენელი, სექტა იქნება თუ რომელიმე თქვა დიდი რელიგია. არ მინახავს მე. ხლა სხვაგან სად იქნება? მე ვლაპარაკობ საქართველოში, იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, რომ მართლმადიდებლობა გავიგოთ რა არის. მე არ მინახავს არც ერთი რელიგიის თუ სექტის წარმომადგენელი. არც ერთი, რომელმაც იცოდეს ეს საოცარი სიღრმე მართლმადიდებლობისა. ეს სკოლა, 2000 წლოვანი სკოლა ღმერთთან ურთიერთობის. არ მინახავს მე ესეთი ადამიანი. ყველა ის ადამიანი, რომელიც სხვა სექტაში ან სხვა რელიგიაშია, იქ არის საქართველოს რეალობას გულისხმობ, ისინი ყველანი აღმოჩნდნენ იქ იმიტომ, რომ მათ არ იცოდნენ რა არის მართლმადიდებლობა. იმიტომ რომ მე ძნელად წარმომიდგენია, რომ ადამიანმა ეს გაიგოს და ამ ყველაფერს ცოცხალ ქრისტეს მოწაფეობა ზურგი შეაქციოს, ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. და თუ იტყვით რომ ეს ვისი ბრალია, ეს რა თქმა უნდა იმ ადამიანების ბრალია, იმ ადამიანების ბრალიცა, ვინც ჭეშმარიტებას არ ეძებს და ჩემთან მოდიან ხოლმე და მამაო, მინდა რომ თქვენ ჩემი მოძღვარი იყოთ. მონები მიცნო? არა. მეთქი აბა, წარმოიდგინე ხა რასაკეთებ ახლა შენ. ადამიანს არ იცნო. თეუნები რომ შენი მისი მოძღვარი გავხდე. შენ დალუწო არ მიცნო, მეგება ასაშინელი ვიღაცა ვარ, შენ რა იცი. შეიძლება რომ და მე რო ვერ იგეხარ და ვერ იგებენ ამას როგორ შეიძლება არ მიცნობდა შენი მოძღვარი გავხდე, შენ ხო უნდა გამიცნო. ეგება ერთი გადარეული ვინმე ვარ, ან უსინდისო, ან რაღაც, მე რო ღვდელი ვარ. ვერ იგებენ ხოლმე და მე რო უხსნი. ხო ჯვარი წერია ვეონები, მაგრამ წარმოიდგინე გულის სერიოზული პრობლემა გაქვს. და აი ნუ შეიძლება საოპერაციოც კი იყო. ეხლა როგორ დავიჯერო შენ პირველ შემხვედრ პოლიკლინიკის გულის ექიმთან მიხვალ? რო ოპერაცია გამიკეთეო? არა მამა, რას ამბობ, ოძებნი ყველაზე იმას ხო? ესი როგორ შეიძლება სული გულზე ძვირფასი ანდო პირველსავე შემხვედრ შენ უნდა გამოიკვლიო. ასევეა რელიგიაშიც. როგორ შეიძლება გახდეს სხვაგან წახვიდე ესე რომ არ იცი რასთან აქვს საქმე, როგორია და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ადამიანი რომელიც სხვაგან მიდის ისე რომ აკაური არ გაუგია, ეს მისი ბრალია, ის ჭეშმარიტებას არ ეძებს ისე როგორც უნდა ეძებდეს. ანუ არ გამოიკვლია ყველაზე მთავარი. და მეორე მისი ბრალიც არის ჩვენი, რა თქმა უნდა, სასულიერო პირობის. ოდესაც ჩვენ ვერ ვახერხებთ, როცა ჩვენ ცუდი პედაგოგები, ცუდი მოძღვრები და ცუდი ექიმები ვართ. რომ ღვთელი იგივე ექიმია, როგორ ექიმი არა ფიზიკის, არა ნერვიული სისტემის, არამედ სულის და სულის კურნება რას ნიშნავს, იცით? იმას დაუბრუნდები ღმერთის დანახვას. ადამიანს სინამდვილეში რწმენის გარდა, რწმენა არის დროებითი მოცემული ღმერთისაგან. ადამიანს ღმერთის, აი როგორც გარე სამყაროსთან კავშირის და გარე სამყაროს დანახვის ორგანო აქვს ტვინი, თავისი 5 ორგანოთი. ასევე ღმერთის და მიღმიერი სამყაროს და ღმერთის დანახვის ორგანოც აქვს ადამიანს შიგნით. და ამის შესახებ ხო არავინ არ იცის. და ქრისტიანობა 2000 წელი გეუბნება, რომ ამ ორგანოს, რომელიც არსებობს ადამიანში, ქვია გონება, ანუ სულის გონიერი ნაწილი. რომელიც სამწუხაროდ გარკვეული მიზეზების გამო
ადამიანი მას ვერ პოულობს, იმიტომ რომ ტვინის ფუნქციასთან არის მიწებებული. შეიძლება ასე ითქვას, ფიზიკურად ეს წარმოვაჩინო. და კურნება ნიშნავს იმას, რომ სულის გონიერი ნაწილი მოცილდეს ტვინს და ჩავიდეს გულში. აქ ანატომიური გული კი არ იგულისხმება, სულის გრძნობადი ნაწილი იგულისხმება აქაც, ანუ სულის ცენტრი იგულისხმება. და გახსოვთ სახარებაში ეს სიტყვებია, ნეტარი იყვნენ წმიდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილო. გახსოვთ ეს სიტყვები? ანუ ღმერთის ხილვა თუ გინდა, ეს უნდა დაინახო განწმენდილი გული და ეს განწმენდა ხდება ესე, სულის გონიერი ნაწილი ჩადის გულში. და წმენდს მას წმენდს იმ მემკვიდრეობისაგან, რაც ადამიანისაგან მოგვეცა, ადამიანისგან რა მემკვიდრეობა მოგვეცა, ღმერთის ღალატის მემკვიდრეობა, ღმერთთან ყოფნის შეუძლებლობის მემკვიდრეობა მოგვეცა. და მისგან რომელიც ვლინდება სხვადასხვა ცოდვებში, რა თქმა უნდა. და მისგან რო წმენდს ესეთი ადამიანი, რომელსაც გონება და გული, ანუ სული აქ გაერთიანებული აქვს, ერთ სულის სხვადასხვა ძალები გაერთიანებული აქვს. ესეთი ადამიანი ქრისტიანობაში ითვლება განკურნებულ ადამიანად. მღვდლის უპირველესი ფუნქცია, როგორც მოძღვრისა და როგორც ექიმისა, არის ადამიანის სულიერი კურნება. ანუ ადამიანმა შეიგრძნოს თავისი სულის გონიერი ნაწილი, მისით ჩავიდეს გულში და განიწმინდოს გული და დაინახოს ღმერთი. ადამიანი, რომელიც დაინახავს ღმერთს, ის არის განკურნებული ადამიანი. ხო გესმით რატომ? იმიტომ რომ ცხოველს ღმერთის დანახვა არ შეუძლია. მაგალითად გოჭუნია ტალახში რო წევს, იმასაც კი ვერ მიახვედრებს, შენ რომ შენ ადამიანი ხარ. ვერ მიხვდება შენ ადამიანი ხარ. თუ მოუწვევი გორჩი და იგრუტუნებს შენ ზღორი ეგონები. ესეა. არ შეუ მას არა აქვს ორგანო, რითაც მიხვდება რომ შენ ესე იგი სხვა არსება ხარ ვიდრე ღორი. ადამიანს აქვს ორგანო, რითაც ის დაინახავს ღმერთს. ცხოველს ეს არ აქვს და წარმოგიდგენიათ რომ ადამიანს უთხრა ჯამთელი ხარო სულიერად, როცა ის ღმერთს ვერ ხედავს. ხო წარმოუდგენელია. ეგრევე ძაღლიც ვერ ხედავს ღმერთს, მაშინ ადამიანი ცხოველი ხო არ არის? ამიტომ მღვდლის უპირველესი ფუნქცია ადამიანს ასწავლოს, როგორ განიკურნოს და აეხმაროს, რომ მან დაინახოს ღმერთი. აი როცა ჩვენ მღვდლები ამას ვერ ვაკეთებთ, მაშინ ჩვენ რა თქმა უნდა ვწოდავთ. და აქედან გამომდინარე, თუ დღეს ერი გაუთვითცნობიერებულია, არ ესმის ქრისტიანობა, ვერ ხედავს როგორც საჭიროა, ის მისი ბრალიც არის რომ კარგად არ ეძებს და ჩვენი იერარქიის ბრალიც არის რომ კარგად არ ვასწავლეთ. ამიტომ რა ვნახოთ გამოსავალი? ჩვენ გამოვსწორდეთ და თქვენს გამოსწორდეთ, რომ ჩვენი ცხოვრების საზრისი და მიზანი დავინახოთ. მე დავასრულე, ჩემი ხმამაღლა ხელიც მეტკინა და თუ რამე კითხვები გაქვთ, წყალი შეიძლება დავლიო? არ გადავაქცევ.